წუთი წუთზე უნდა დაიწყოს სალომე ზურაბიშვილის მიმართვა გაერთიანებული სამეფო საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საგარეო საქმეთა კომიტეტის სესიაზე გამოვა სიტყვით ისაუბრებს რუსულ აგრესიაზე, დეზინფორმაციასა და გაყალბებული არჩევნების შესახებ. ჩვენ გაჩვენებთ ამ მიმართვას ჯერჯერობით არ დაწყებულა პირდაპირ ეთერი. ქვეყნის შიგნით კი კითხვა, ვინ უერთდება ზურაბიშვილის ინიციატივას. მეხუთე პრეზიდენტის განცხადებით ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია შედგა, რაც მათი საერთო პოზიციების შეჯერებას ისახავს მიზნად. ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ გუშინდელმა პროტესტმა ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად თავისი ძალა აჩვენა. ის ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის, რაც ოპოზიციის ერთობლივ პასუხს საჭიროებს. ვინ იმყოფებოდა ამ ხვედრაზე ზურაბიშვილის რეზიდენციაში სალომე ლაბაძისგან გავიგებთ ის მოგვიყვება მეტ სალომე გისმენთ. დავიწყოთ სალომე ზურაბიშვილით, რომელმაც საგულისხმოა, რომ საკუთარი სიტყვა დაიწყო იმის ხაზგასმით, რომ ამ წინააღმდეგობის პლატფორმაში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ შეეძლებათ თავიანთი ინდივიდუალური ხედვის შესაბამისად მოქმედება, ანუ არ იქნება სავალდებულო ყველა გადაწყვეტილება კონკრეტულმა პარტიამ ამ პლატფორმის სხვა აქტორებს შეუთანხმოს. თავად პლატფორმის მიზნად კი სალომე ზურაბიშვილი ასახელებს ბრძოლას ისევ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის და ახალი არჩევნების მისაღწევად, რისთვისაც როგორც ზურაბიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანი იქნება ბრძოლა მათ შორის საგარეო ფრონტზე. სწორედ საგარეო მიმართულებით ვნახავთ ჩვენ ამ პლატფორმის მუშაობის პირველ შედეგს, ეს იქნება 7 აპრილს, როცა ევროსაბჭოში, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მომზადება. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ნაბიჯები განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პარტიებს, სწორედ პოლიტიკურ პარტიებს ემუქრება ახლა აკრძალვით ივანიშვილის გუნდი და როგორც ზურაბიშვილი ამბობს, საჭიროა, რომ წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში ოპოზიციურმა ძალებმა ერთობლივად უპასუხონ ამ გამოწვევას. ზურაბიშვილმა საკუთარი სიტყვა იმის აღნიშვნითაც დაასრულა, რომ გზა, რომელიც აირჩია წინააღმდეგობის პლატფორმამ და ყველა იმ აქტორმა, რომელიც შეუერთდა სალომე ზურაბიშვილის ამ შეთავაზებას, არის მშვიდობიანი გზა და გამორიცხავს ნებისმიერ სხვა იდეას, რომელიც ზურაბიშვილის გამარტებით შეიძლება ვიღაცის თავში არსებობდეს. ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და მთავარ საკითხებზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში და ის შეჯერებული პოზიციები გაგაცნოთ, რაც არ გამორიცხავს სხვათა შორის, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა თავიანთი ხედვებიც შემდეგ წარადგინონ სხვანაირად, რაც არ იქნება ერთობლივად შეთანხმებული. დღეს მიმდინარეობს კიდევ ერთი შეტევა პოლიტიკურ სპექტრზე, პოლიტიკური დევნა იღებს ახალ ეტაპს იჭერს და ჩვენც ამაზე ვართ შეთანხმებული. ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახავთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ. ჩვენ ასევე ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მოვამზადოთ ევროსაბჭოში იქნება 7 აპრილიდან სესია, სადაც იქნება მიღებული საქართველოზე ძალიან ალბათ მკაცრი რეზოლუცია და სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე, ასევე იქნება პირველ პლანზე ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებული არის ამ დღეებში. ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, ჩვენ მივდივართ მშვიდობიან გზაზე, ჩვენ მივახცევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების განთავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომელიც შეიძლება არსებობს ვიღაცის აზრში. რაც შესთავაზებს განსხვავებულ წინააღმდეგობის პლატფორმა საზოგადოებას, ანუ რა არის ახალი იმ შეთავაზებაში, რომელიც სალომე ზურაბიშვილისგან გუშინ მოისმინა საპროტესტო შეკრებილმა საზოგადოებამ რუსთაველის გამზირზე, რას გააკეთებს განსხვავებულს და ახალს ის ჯგუფი, რომელიც გაერთიანდება წინააღმდეგობის პლატფორმაში, განსხვავებულს იმისგან, რასაც სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით ჩვენ ამ დრომდეც ვხედავდით ამ საპროტესტო პროცესის განმავლობაში. სწორედ ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელთაც ვერ მიმართეთ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს ბრიფინგის დასრულების შემდეგ, თუმცა ეს შეკითხვა დავუსვით მასთან ყოფი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საპასუხოდ პოლიტიკოსებისგან, ოპოზიციონერი ლიდერებისგან მისმენთ იმის აღნიშვნას, რომ ახლა როცა ქართული ოცნება არათუ უკან იხევს და ასრულებს საზოგადოების რომელიმე მოთხოვნას, არამედ მხოლოდ ამკაცრებს საკუთარ პოლიტიკას და ხდის მას კიდევ უფრო რეპრესიულს, აუცილებელია კიდევ უფრო მაღალი ხარისხის კოორდინაციით მოქმედებდნენ პოლიტიკური ჯგუფები და წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის ლიდერობით, როგორც ამას ოპოზიციური ძალების ლიდერები განმარტავენ, მათ სწორედ ამის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ კითხვა დავსვით ასევე
ასევე თვითმმართველობის არჩევნებზეც, რომელიც როგორც იკვეთება ამ დროისთვის ოპოზიციურ პარტიებს შორის ყველაზე უფრო მეტად არის აზრთა სხვადასხვაობის საგანი. Координაციის გაღრმავება არის არა სასარგებლო უბრალოდ, არამედ ჩვენი ვალდებულება, ყველა პოლიტიკური აქტორის, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ბევრად უფრო კოორდინირებული პროდუქტი, მოქმედება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გუშინდელი აქცია შედგა, უამრავი ადამიანი გამოვიდა, ჩვენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვანახეთ, რომ არ წყდება საქართველოში ბრძოლა და ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე. მესამე ეს არის საგარეო ფრონტი, სადაც ასევე გვმართებს კოორდინირებული და მოწესრიგებული მუშაობა. დღეს პრეზიდენტის მიმართ ბრიტანეთის პარლამენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამის შინაარზეც ვისაუბრებთ. ეხლა იქნება ახალი ეტაპი კიდევ უფრო აქტიური ჩართულობის, კოორდინირების და მე ვფიქრობ, რომ იმ უამრავ ადამიანს, ვინც გუშინაც მოვიდა და კიდევ ერთხელ გააგონა ყველას თავისი ხმა და დაანახარო, ბრძოლა გრძელდება თავისუფლებისთვის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, პატიმრების გათავისუფლებისთვის, ახალი დემოკრატიული პროცესისთვის, ახალი არჩევნებისთვის. ეს ბრძოლა გაგრძელდება, ეს სულისკვეთება არის, ეს ენერგია არის და ამ ადამიანების მოთხოვნაც არის, რომ პოლიტიკური პარტიები გაცილებით უფრო კოორდინირებულად, სინერგიით იყვნენ ამ პროცესში ჩართული. ბრძოლის ფორმა არის ერთი, მშვიდობიანი პროტესტი, უწყვეტი პროტესტი და შეურიგებლობა რეპრესიებისადმი, შეურიგებლობა ძალადობისადმი. თვითმმართველობის არჩევნები არის თუ არა ის თემა, რასაც ვერ თანხმდება ოპოზიცია და წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში ამ თემასაც განიხილავთ თუ არა? ეხლა ეს თემა ჩვენ ვთქვით, რომ არ არის ის, რაზეც კონცენტრირებული უნდა ვიყოთ, ჩვენი ამოცანა არის ეროვნული არჩევნების დანიშვნა. ნებისმიერი სხვა თემის შემოტანა არის ეროვნული არჩევნებიდან ყურადღების გადატანის ცდელობა და შესაბამისად ქართული ოცნების წისქვილზე ასხავს წყალს. აქამდე პოლიტიკური სპექტრი დადიოდა მოჯადოებულ წრეზე და ცდილობდა შეთანხმების მიღწევას იქ, სადაც ვერ თანხმდება და არა ქართულ მოცნებასთან, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავთან მარცხდებოდა. ახალი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში არის ის, რომ ის ცდილობს ამ მოჯადოებული წრის გარღვევას და შეთანხმებების მიღწევას და ძალისხმევის გაერთიანებას იქ, სადაც ეს გამოდის. ოღონდ ეს გზა არ უზღუდავს არავის, თუ რაღაცა ჯადოსნური გეგმები აქვთ და რაღაც სხვა გზები, ამ გზებით იარონ. უბრალოდ ჩვენი კოორდინაციის ნაწილი ეს ვერ იქნება და თავისთვის იყვნენ. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას საკითხებიდან გამომდინარე საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ამავდროულად მიგვაჩნია, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ივანიშვილი გვართმევს სახელმწიფოს პარტიებს გაუქმებით ემუქრება და რუსული მეთოდებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს, სამოქალაქო აქტივისტებს თუ დემონსტრანტებს, ნამდვილად არ არის ბევრი დასაკარგი დრო ცერემონიალური ფორმატებისთვის. მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან ესწრებოდა გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილიც, რაც ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაციას მიზნით რომ მიაღწიონ ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, აგრძელებს ყველა ის ძირითადი პოლიტიკური აქტორი, რომელიც ამ დრომდეც თანამშრომლობდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან და ეს იმის მიუხედავად, რომ გუშინ ზურაბიშვილის გამოსვლას რუსთაველის გამზირზე და მის მიერ წინააღმდეგობის პლატფორმის დაანონსებას მოჰყვა სხვადასხვა საფუძვლით კრიტიკა, მათ შორის ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც.